მე მისი ოპოზიციაში დაბრუნების რესურსი ვერ ხედავ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. ეხლა რაც შეეხება მის წასვლას, დიდი ხანის წინ გაუშვეს, უბრალოდ მინდა გამოვიყენო ეს ეთერი და კიდევ ერთხელ ვუთხრა ოცნების ამომრჩეველს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ისინი კიდევ ერთხელ მოატყუა, როდესაც მათ უთხრა, რომ მე ხა ღარიბაშვილს კი არ ვუშვებ და რაღაცა კობახიძეს და ყოფილ ნაცების ზე კი არ ვდგები, არამედ აი მე ღარიბაშვილიც ყავს, ბოლო-ბოლო პარტია ჩავაბარე და აი ეს ამომრჩეველი პარტიას ირჩევს და რა თქვა მთავრობას, ხო? და აგერ ეს კაცი თქვენთან ერთად ნაბრძოლი წინა რეჟიმთან და დღეს ეს ადამიანი აორთქლეს პირდაპირ მნიშვნელობით. აი პირდაპირ მნიშვნელობით ეხა ეს გაშვება არის და ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი გარიყული არის. ის ძალიან არაკომფორტულად იყო ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა ღარიბაშვილი იმისთვის, რომ ამომრჩეველი მოეთქვებია, რომ ეხა ბოლომდე კი არ ანუ ყოფილ ნაცებზე კი არ ვდგავარ მართლა, აგერ ხო ხედავ ღარიბაშვილიც მყავს, მაგრამ დღეს ეს ღარიბაშვილიც აღარ არის. რუსუდან უნდა გესმოდეს. აი პირდაპირ მნიშვნელობით. დღეს ქართული ოცნების ინფრასტრუქტურა, აი პარტიული ინფრასტრუქტურა, სახელისუფლებო ინფრასტრუქტურა, ეს არის 2011 წელს რო ყავდა სააკაშვილის მესამე და მეოთხე და მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე ეშელონის თავისი ხარდამჭერები სახელმწიფო სტრუქტურებში, ხარდამჭერები, თქვათ ადგილობრივი დეპუტატები, დღეს ეს ხალხია თავარი შემადგენელი ქართული ოცნების ძირითადი ღერძი. ეს ხალხი არის. ანუ 2011 წელს პირობითად ივანიშვილი რო შემოვიდა საქართველოს პოლიტიკაში და მეორე, მესამე, მეოთხე ხარისხის და ეშელონის ნაცები იყვნენ, აი ეს ხალხი დღეს ბიძინა ივანიშვილმა ამოწია და აქცია ქართული ოცნების თავარ დასაყრდენად. დღეს ქართული ოცნება ეს არის ჩვეულებრივად სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის რაღაცას რებრენდინგი, პირდაპირ მნიშვნელობით. ოღონდ განსხვავება ის არის, რომ შედეგობრივი თვალსაზრისით ეხა რო გაანალიზო და ხელში რა უჭირავს მაგალითად იმ ადამიანს, ვინც წინა რეჟიმს ებრძოდა, სააკაშვილის მაგურად არის ბიძინა ივანიშვილი, დანარჩენი ზუსტად იგივე ხალხი არის. ანუ ის ხალხი არის, ვინც ამ ადამიანებს იჭერდნენ, რომლებიც ეხა პოლიციის უფროსება დანიშნეს. ეს ადამიანები არიან, რომლებიც პროკურორები იყვნენ, ეს ადამიანები არიან, რომლებიც მოსამართლეები იყვნენ. სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნების შემადგენლობა, ადგილებზე თვითმმართველობებში, მერები, ყველა აი უმრავლესობა, არავინ აღარ არის ის ადამიანი, ვინც წინა ხელისუფლებას ებრძოდა და ვისაც ებრძოდნენ, აი ზუსტად ის ვინც პორტირდა ქართულ ოცნებაში, ეს ხალხი არის. ბოლო აი ეს მომენტი იყო, რა თქმა უნდა, ეს კარგად გაათამაშა ეს კარტიც, ღარიბაშვილის კარტიც, რომ წინა საარჩევნოდ უთხრა, რომ აგერ ეს კაცი წამოვიყვანე პარტიაში და ეს ნაბრძოლი კაცი ეხა იქნება, თქვათ, პარტიის ხელმძღვანელი, ბოლოს ისიც გააგდო. ამიტომ ეს, თქვათ, რაც მოხდა დღეს, ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ, ну, სხვა სახელებთან ერთად, რაც 1000 ვერსია გავრცელდა, ბიძინა ივანიშვილის მორიგი ტყუილის დემონსტრირება საკუთარი ამომრჩეველის მიმართ, როდესაც მათ დაპირდა, რომ დინარაძე კი არ არის ქართული ოცნება, აგერ არის ირაკლი ღარიბაშვილი და დღეს ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურად აღარ არსებობს. ირაკლი ღარიბაშვილის მობრუნება პოლიტიკაში ახსენით, რომ ეს ხო წინა საარჩევნოთ ამომრჩევლისთვის რაღაც გზავნილი. თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილებაც და ბოლოს ეს ბოლო ცვლილებები ბევრს აფიქრებინებს, რომ არ არის გამორიცხული ქართული ოცნება ემზადებოდეს არჩევნებისთვის. ქართული ოცნება შეიძლება ემზადებოდეს არჩევნებისთვის, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში ღარიბაშვილი რაშუაში არის? ამზადებს ეგრეთ წოდებულ ჯანსაღ ოპოზიციას, რომელიც თავად დაანონსა არჩევნებამ. როგორ უნდა მოამზადო? მე საერთოდ მე მაგ იდეის, აი კარგად გამიგეთ, მე ვერ ვხედავ მაგის რესურსს, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის პირობებში. ანუ ჯანსაღი ოპოზიცია ერთი რამ უნდა გესმოდეთ რა. ბიძინა ივანიშვილი არასდროს არ დაუშვებს, რომ მის ელექტორალურ ყულაბას რაიმე საფრთხე დაემუქროს. ანუ ის ფიქრობს, რომ ეს ყულობა არის ერთიანი და ის ამ ყულობას არ გატეხავს. ზუსტად ანალოგიური მომენტი იყო, ეხა ბევრს ხო ეგონა, რომ
რაღაცა პარტიები რო შექმნა ეს პრორუსული პარტიები, რომელსაც სახელი დაერქვათ, ხო? პირობითად ვამბობ, რომლებმაც რაღაცა ძალადობებში მიიღეს მონაწილეობა, რომ აი ისინიც არჩევნებზე, მაგრამ რო საქმეზე რო დგება და ელექტორატი და ხმა ჭირდება ბიძინა ივანიშვილის არჩევნებზე, ის ამხელა რისკზე არასდროს არ წავა, რომ ქართული ოცნება დაყოს სამ ნაწილად და მე ეს სამი ნაწილი ერთმანეთში შეკრას. რაში ჭირდება? ყავს აგერ საერთოდ არა აქვს მას ის კომპლექსები, რაც ჩვენ გონია, რომ წესით უნდა კონდეს. არა ინტერესებს, ხო ხედავთ, ძალიან კარგად გზნობს, ზუსტად ისევე გზნობს თავს, როგორიც მთელი ცხოვრება უნდოდა, რომ თავი ეგზნო. არაფერს არ ჭირდება მას, რომ ოპონირება ჭირდებოდეს და კოალიცია და თანასწორუფლებიანი მაგიდა, რომ ზდომებოდა არ დაშლიდა. აი ზუსტად ისე არასდროს. ამიტომ ის რო თქვათ ესე ხელოვნურად რაღაცა მოხდეს და მე მართვაში ძალიან რთულია შენ რაღაცა შენ ელექტორატთან მიიტანოს სწორად ისე გზავნილი, რომ თქვათ 10-დან რომელმაც შენ უნდა მოგცეს ხმა ამ არჩევნებზე, 3-ს უთხრა რომ მოდი წადი და სხვას მიეცი ხმა. ძალიან რთულია ამის ორგანიზება. მით უმეტეს ესეთ პოლიტიკური კრიზისის დროს. ძალიან რთული არის. ამიტომ აი ეს შეთქმულების თეორიები, რომ რაღაცა ამით შეიძლება ეს გააკეთოს, მაგრამ არ არის რელევანტური. არ გამოვა ეს ამბავი. რთული იქნება ამ პროცესის მართვა და მე ბიძინა ივანიშვილის ამოცანა მთელი ცხოვრება რა იყო, რომ არავისთან მას შესათანხმებელი არაფერი არ ჭირს. არავის აზრების მოსმენა არ ჭირდება ამ ადამიანს. არავისი არ ჭირდება, არავისი აბსოლუტურად. ვინც მაგარი დამყოლი და ვინც ყველაზე მაგრა იმ სისულელეში წაყვებას, ყოველთვის იმას ამჯობინებს იმ ადამიანს, ვინც შეიძლება თეორიულად მას იმ სისულელეში წინააღმდეგობა გაუწიოს. ამიტომ მე არ მჯერა აი ამ თქვათ აი ამ რაღაცა შეხედულებების თითქოს აი ამ კომბინაციების რესურსი კონდეს ამ კაც მით უმეტეს ამ სიტუაციაში ვერ მიცემენ. აი რა რესურსი რჩება, ან რა არის ახლა ქართული ოცნებისთვის, ან ბიძინა ივანიშვილისთვის, რაც მისთვის შეიძლება იმედის მომცემი იყოს კრიზისის. არ ვიცი, არა, მისი იმედის მომცემი არის თავიდან ბოლომდე ჩაბმა პოლიციის, ანუ იმ კონდიციამდე მიყვანა, რა კონდიციაც იყო პოლიციური რეჟიმის სააკაშვილის პერიოდში და თავიდან ბოლომდე დადგება შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალაზე. არაფერი აღარ აინტერესებს ამ უხეში ძალა არის დღეს მისი ერთადერთი ხელისუფლების შენარჩუნების გარანტია. ესე უყურებს ეს და მეც ასე ვუყურებ. პოლიცია გამოაცალე, ქართული ოცნება აღარ არსებობს. ანუ ის პოლიციელები ეხლა რო დგანან და თავს იკლავენ და 1000 ბინძურეს ჩადიან რეჟიმის გამო. თუ ისინი ამ დავალებებს არ შეასრულებენ, დამთავრებულია ქართული ოცნების ამბავი. დღეს ხალხს და ხელისუფლებას და ცვლილებებს შორის დგას შუაში დგას პოლიცია და პოლიცია ამას ვერ აცნობიერებს. ძალიან რა ცუდი როლი დააკისრა მას ბიძინა ივანიშვილმა. ძალიან უხერხული როლი არის. ეხლა შენ შეხვიდე კონფლიქტში შენს მოქალაქეებთან, რომლებიც მუშაობენ და შენ გიხდიან გადასახადს. პირდაპირ მნიშვნელობით ეხლა ის ხალხი, ვისაც პოლიციელები დასდევენ, ძირითადი გადასახადის განამხტელები არიან. ანუ ის ხალხი ყველა დასაქმებული ხალხია. აქეთა მხარეს, ვინც პროტესტის გამოთქვავს, უმრავლესობა გადასახადის განამხტელი არის და წარმოიდგინეთ, თქვენ იხდით გადასახადს, ეხლა თქვენ ხო ხანდახან თქვენს ეთერის მიღმა თქვენ პროტესტიც რაღაც ხო გამოხატავთ, თქვენ ხო გადასახადებს იხდით. წარმოიდგინეთ, თქვენ იხდით გადასახადებს, უხდით ადამიანებს, რომლებიც გცემენ. ეს ამხელა კონფლიქტს ბადებს და ამხელა კონფლიქტს აღვივებს. ამიტომ დღეს თუ ვინმე მეტყვის რა არის ბიძინა ივანიშვილის იმედი პოლიცია, სხვა იმედი მას არ აქვს. ძალოვანი აი ეს ძალა, უხეში ძალა, პატრული, გდდ. მე რა მინდოდა რას გულისხმობ? მდდ რაღაცა ეს ოპერები, ეს არის მისი დასაყრდენი. მისი მიზანი ხომ არა კრიზისის განმუხტვა ახლა, არამედ რაღაც ფორმით გადაგორებაა, ხომ? ანუ ამ პროცესში რა არის მისთვის საიმედო? ამ პროცესში უბრალოდ გარე ფაქტორებში სამწუხაროდ გარე ფაქტორები გაჩნდა ისეთი, რომელმაც ის ამოასუნთქა, მაგრამ ეს ამოსუნთქვა არ ნიშნავს, რომ გადარჩა. ამოასუნთქა ტრამპის ადმინისტრაციამ და რაღაც იმ პოლიტიკურმა მოცემულობამ, რაც არის დღეს. ეხლა აღარ დავწურმანდები, ძალიან კარგად ესმის ამ მაყურებელს რასაც საუბრობ. ამ მოცემულობამ ის ამოასუნთქა, რა თქმა უნდა და ბევრი რაღაცა დროში გადადო, დრო მოიგო, მაგრამ ქვეყნის შიგნით რა კრიზისიც არის და რა კრიზისიც ღრმავდება და ეს ხო კიდევ უფრო მეტად არის, ანუ რაც უფრო მეტად შემეყავს პოლიცია, რაც უფრო პოლიცია უკვე თავნებობს და უბრალოდ აი ესე დასდევენ უკვე ხო ხალხს და როგორც პოლიცია იქცევა
ზუსტად ანალოგიურად როგორც იქცეოდნენ ნაცემის დროს, დღეს როგორც იქცევა პოლიცია, ეს კიდევ უფრო აღრმავებს იმ დაპირისპირებას საზოგადოებაში და სამწუხაროდ სხვასთან ერთად აღარაფერი აღარ დარჩა, არანაირი მანევრის რესურსი არ დარჩა მას და დარჩა ერთადერთი უხეში ძალა, რომელსაც ქვია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ერთი კითხვა ამაზე მიბმული მთელი ეს რაღაც სუსი სასამართლო პროკურატურა, მაგრამ ძირითადი ძალის თვალსაზრისით მაინც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და თუ ეს ადამიანები ვერ ხედავენ რა როლში არიან დღეს, უბრალოდ ჩემი ცხოვრების გამოცდილებით ვეტყვი, რომ ბევრი ადამიანი, ვინც წინა ხელისუფლების პერიოდში, ბევრს გაუმართლა თქვა დაწინაურდა, მაგრამ ბევრს ძალიან მკაცრად დაისაჯა. უფრო მეტი შეიძლება და დასჯილიყო, ბიძინა ივანიშვილს ხელი რო არ დაეფარებია თავიდანვე და ეხლა ზღაპრები მოიგონა, მერე ვითომ ვიღაცები ხელს უშლიდნენ. არავინ ხელს არ უშლიდა. სრული კარბლანში მქონდა, თავიდან ბოლომდე შეიძლებოდა მოსამართლეების, პროკურორების და მოძალადე კრიმინალი პოლიციელების დასჯა, მაგრამ ყველას ხელი დააფარა, იმიტომ რომ იცოდა, რომ აი დღეს 2025 წელს ეს ხალხი მას დაჭირდებოდა. აი ზღაპრები მოუყვნენ ერთმანეთს. იყო მიზანმიმართულად ამ ხალხზე ხელის დაფარება, მიზანმიმართულად. აი დღეს აგვარი არის ახლა პაჭარის პოლიციის უფროსად რო დანიშნეს. რა თქმა უნდა დასაჭერი იყო, იმიტომ რომ დაწიაკებული ყავდა ხალხი, ხო? ქარელში და იმაში, როცა ნაცების პოლიციის უფროსი იყო. ან თუნდაც თბილისის სამმართველოს უფროსად ვინც დანიშნეს, ისიც ამდაგვარი ქმედებებში იყო მონაწილე. მაგრამ მან იცოდა ზუსტად, რომ აქამდე მივიდოდა მისი სურვილი ერთპიროვნულად ემართვა, ბოლოს მივიდოდა სააკაშვილის გზამდე. სხვა გზა არ არსებობს, ავტორიტარიზმი მიდის იქამდე, როცა შენ გჭირდება პოლიციელი, რომ შენს მოქალაქეს თავი გაუხეთქოს. სხვა ამოცანა და ფუნქცია დღეს სამწუხაროდ პოლიციას აღარ აქვს. აქამდე მოიყვანა ივანიშვილმა და ეს არის მისი მთავარი ამბავი. თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ეს ხალხი დავარწმუნოთ, რომ გავიდნენ გვერდზე და პროცესებს შეხედონ მართლა კანონის კუთხით, მაშინ ბიძინა ივანიშვილის კიდევ უფრო მეტად დასუსტება, მაგრამ სანამ ეხა ეს პირველი პოლიციელი ქვეყანაში მაგნიცკის სიაშია. მერე რა? და რაღაც ეს ალბათ საკმარისი არა აქცევენ ფაქტორი უნდა ყოფილიყო. ხელფას არიღებს, კონვერტით მიაქვს ყოველთვიურად 10-ჯერ მეტი ხელფასი მისთვის. არ არის მისთვის ეს პრობლემა. შეიძლება ისიც გაწიოს ეხა და ის არა მაგნიცკის სიაში მყოფი ადამიანი დაინიშნოს, ხო? ეხა ხო ნახეთ სუსი ცვლილება მე ზოგადად ვსაუბრობ თეორიულად, კონკრეტულად კი რამე კარგი, მაშინ რა დაანახებს? მაინტერესებს წინა სტუმართანაც ეს კითხვა მქონდა, რა დაანახებს? თუნდაც პოლიციელებს, თუ კი საუბარი არის სისტემის ჩამოშლაზე და არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ მისი გარემოცვა, ეს საჯარო სამსახურები თუ პოლიციელები უნდა მიხვდნენ რა დავალებებს ასრულებენ, მათ რა დაანახებს? რომ ეს ბევრი რამ ნახეთ, მე ხა რასაც უყურებ ამ ანალიზს. მეტი რა უნდა თითქმის ყველა პოლიცია ბოლომდე იდგა რეჟიმს. აი ბოლო დღემდე იდგა რეჟიმს. აი სანამ სუნთქავდა, ბოლომდე იდგა. მე ხა ჯერჯერობით არ არის ამ ქვეყანაში ის გამოცდილება, რომ რაღაც დაყარონ ჯოხები და გადავიდნენ ხალხის მხარეს. ესეთი მასობრივი ჩვენ უახლეს ისტორიაში არ მომხდარა. მაგრამ განსხვავებით წინა მოცემულობიდან დღეს ამ ადამიანებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, უფრო მეტი ინფორმაცია გაიგო. ჩვენ რასაც ვეუბნებით მათ, რომ მათთვის უმჯობესი იქნება, ჩვენ ამას პირდაპირ მნიშვნელობით ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე რომ ხელი დააფარა წინა ხელისუფლების მოძალადეებს, მომავალი ხელისუფლება ან მომავალი კოალიცია მაგის გამკეთებელი არ არის და შესაბამისად მომავალი ხელისუფლება იქნება დაინტერესებული იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩვენ მოქალაქეების მიმართ დანაშაული ჩაიდინეს, მეტნაკლებად ყველა დაისაჯოს თავისი ხარისხიდან გამომდინარე. ეს უნდა გააცნობიერონ პირველ რიგში და დანარჩენი ჩვენ აი ეს ბრძოლა რაც ეხა მიდის ყველა მიმართულებით ეს უნდა გაგრძელდეს. აი ერთი კითხვა მაქვს, თქვენი პოზიციაც მაინტერესებს, რას ფიქრობთ აი ამ ბრძოლაში მოთხოვნაზე მთავრობის გადადგომის შესახებ. რაღაცა ახალი ფორმა გაუჩნდა თუ ფორმულირება მოთხოვნებს. ნებისმიერი ფორმა, ნებისმიერი იდეა, რომელიც კრავს ადამიანების დიდ ჯგუფებს და საპროტესტო სურვილს უჩენს, ჩემთვის მისაღები არის. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ხა დავდგები და რაღაცების მომწონს არ მომწონს გარჩევას დაიწყებ. ყველაფერი არის მოსაწონი, რაც ხდება, რა პროცესი არის იმისთვის, რომ დასუსტდეს ეს ხელისუფლება. მე აი იმ დეტალებში შეხვიდე და იქ რაღაცები ეძებო, ეს აფუჭებს საქმეს. ამიტომ
ლოზუნგებს, რომელსაც ქუჩაში გამოყავს ხალხი, რომელიცაც ამ რაღაცა ადამიანებს აერთიანებს, ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ. შინაარსში და ახლა თეორიებზე საუბარები, ესე უნდა იყოს თუ ესე უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს? ადამიანები ჯგუფს მოუნდა ამ იდეით აქციის ორგანიზება, ხარს უჭერ ამ აქციაში მივიღებ მონაწილეობას. ძალიან მარტივი არის. გინდა შენ პროტესტში მონაწილეობის მიღება, ის ნებისმიერი პროტესტი, ახლა სახელებიდან გამომდინარე, ახლა მოგწონს თუ არ მოგწონს, პროტესტია. აქ ხო არ არსებობს უნივერსალური მეთოდი, რომ ამან და მაინც აი ეს გაამართლებს. ვიბძვით ისეთი საშუალებებით, რაც ამ ეტაპისთვის ხელგვეწიფება. ბრძოლა ბოლომდე და ასევე, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა ყველა სინდისის პატიმარს, ყველა პატიმარს და განსაკუთრებით ყოველთვის ვიტყვი ხოლმე, ახლა ვიცნობ დიდი ხანია გიორგი ჩიკვაიძეს, ძალიან ისეთი არასასიამოვნო სიტუაციაში არის, ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს, თვითონაც თქვა, რომ მას რაღაცა ემუქრებიან განსაკუთრებით. ყველას ახლა არავინ არ ჩათვალოს, რომ ვიღაცას დავებ, უბრალოდ მინდა პირადად მოვიკითხო ხოლმე ეს ადამიანი, იმიტომ რომ მასთან ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირდება. ასევე პირადად, რა თქმა უნდა, პატივისცემა ყველა იმ გმირ კაცს და ბიჭს, ვინც ახლა ახლა ზის რეჟიმის ჯურღუმებში. ლევან, სულ ვცდილობ ოპოზიციისგან რაღაც უფრო მეტი მოვისმინო აი ამ ბრძოლის შესახებ, ბრძოლა ბოლომდე ახსენეთ. მე მინდა რომ აი გვერდიდან შეხედოთ პროცესს, ან ვცადოთ რომ გვერდიდან შევხედოთ, რა აკლია პროცესს ახლა იმისთვის რომ რაღაც უფრო წინ წავიდეს, იმიტომ რომ ჩანს რომ რაც ამ დრომდე ოპოზიციას გაუკეთებია, ჰქონია შედეგები, მათ შორის რაც ხალხს ქუჩაში პროტესტით და არის რაღაც წარმატებები და მიღწევები, მაგრამ რაღაცნაირად ბევრისთვის ალბათ ასე ჩანს, რომ ქართულ ოცნებას უჭირავს ჯერ პროცესი, თუნდაც საინფორმაციო დღის წესრიგს ქმნის, რაღაც მცდელობებს ხედავთ ჩვენ პარტნიორებთან შეხვედრის თუ მათთან ფოტოს გადაღების. რა აკლია პროცესს, ან რა საკლებთ თქვენ, ან რა არის უფრო მეტი გასაკეთებელი, ხართ თუ არა თვითკრიტიკულები, ან საუბრობთ თუ არა ამაზე პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრების თუ კომუნიკაციის დროს? საერთოდ ესეთ გრძელვადიან პროცესებს ახასიათებს ხოლმე. მე გამივლია ასეთი პროცესები, უფრო დიდი ხანით ყოფილა ეს პროცესი. ახასიათებს ამ პროცესს. ხან ვარდნა, ხან აღმასვლა. ჩვენ ძალიან კარგად მივდიოდით, მაგრამ ხო გეუბნებით, ბევრი რამე და აღიაროთ ახლა, იმიტომ რომ პროტესტს, მოცემულობას, ადამიანების სურვილს ქუჩაში გამოვიდეს, ამას ბევრი რაღაცა კვებავს ხოლმე. როგორც ქვეყნის შიდა ფაქტორი, გარე ფაქტორი, ბევრი რამე კვებავს ამ პროცესს. ეხა ხო ერთ-ერთი თქვა მნიშვნელოვანი ამბავი, რაც ეხა უკვე ტრიალდება, არის გარე ფაქტორი, რომელმაც რაღაც მომენტში ძალიან ისეთი დიდი იმედგაცრუება გამოიწვია, მაგრამ ეს პროცესი ბრუნდება. შრომა ჭირდება ამ ამბავს, თავგანწირვა ჭირდება, მედეგობა ჭირდება. ჩვენი ამოცანა ხო არასდროს არ ყოფილა ეხლა რაღაც სადღაც შევარდებით, ვიღაცებს გამოვყრით ან რაღაც ესეთ. ჩვენი ამოცანა იყო მშვიდობიანი ფორმებით, ძალიან მარტივად რამეს სხვა არ მომო, ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ახალი არჩევნები არის ამის ამოცანა. და ამისთვის ჩვენ გზაზე მივდივართ. მე ფიქრობ ხოლმე, რომ საერთოდ არასწორია და არაპროდუქტიულია, როდესაც კონკრეტულად რაღაცა ისეთ გეგმებზე საუბრობ და რაღაცა იმას ეს აკლია, ეს აკლია. არა, უბრალოდ საკმარისად მოცემულობა დგება ხოლმე ისეთი, როდესაც ტემპერატურა მაღლა იწევს, მოცემულობა დგება ისეთი ხოლმე, როდესაც ხელისუფლება იძულებული გახდება ანგარიში გაუწიოს ამ ფაქტორს და წავიდეს კომპრომისზე. თუ ხელისუფლება არ წავა არასდროს კომპრომისზე, რა თქმა უნდა, დაძაბულობა ჩვენ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება და განსაკუთრებით გაღრმავდება ადამიანებსა და პოლიციას შორის, იმიტომ რომ დღეს არჩევნები რო არ ეშნება ამ ქვეყანაში, ხელს გვიშლის პოლიცია. იმიტომ რომ პოლიცია ჩამოკიდებული არის და ესე კბილებით იცავს რეჟიმს, რომელთანაც არანაირი საერთო არ აქვს ამ რიგით პოლიციელებს. არაფერი, უნდა გაიგონ, რომ არაფერი საერთო
თქვენ რასაც აკეთებთ და იმ ხალხს, ვისაც იცავთ, არაფერი არ აქვს თქვენ ცხოვრებასთან. იმ ხალხის ცხოვრებაც რო აიღოთ, თქვენი ცხოვრება რო აიღოთ, ბატონო პოლიციელებო და ხელისუფლების ცხოვრება რო აიღოთ, თქვენ შორის იმხელა სოციალური ხრამია, იმხელა უფსკვლიანი, რომელიც ვერაზროს ვერ ამოივსება და ეს ხელისუფლება, რომელიც არის კორუმპირებული და გამდიდრებული, აი ამ ახალგაზრდა ადამიანებს იყენებს თავისი კორუმპირებული დანაშაულებრივი რეჟიმის შესანარჩუნებლად. დღეს ამ ქვეყანას რო ახალი არჩევნები არ აქვს, ივანიშვილთან ერთად ამაში დამნაშავეები არიან ქართველი პოლიციელები, რომლებიც კბილებით იცავენ, ესე ჩანს ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ივანიშვილის კორუმპირებულ რეჟიმს, რომელსაც არაფერი არ აინტერესებს, გარდა იმ 25 ოჯახის კეთილდღეობისა და ბიძინა ივანიშვილის კეთილდღეობისა. ამ ხალხს სხვა ამოცანა არ აქვს. საერთოდ არ აინტერესებს ეს ხალხი რა სჭამენ, რა სვავენ, როგორ ცხოვრობენ, მათი სოციალური პირობები როგორ არის. ყოველთვე მიცემენ თვის ბოლოს ჩაურიცხავენ რაღაც 2000-დან 2500 ლარამდე ძირითად მასას და ქუჩაში ყავთ გაყრილი და აჩხუბებენ თავიანთ განატოლებთან და ესე აძულებენ ერთმანეთს ქართველებს. აი ეს 25 კორუმპირებული ოჯახი, რომლის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი და როცა მიხვდებიან ეს ადამიანები, რომ უნდა გაიწიონ და რეალურად მართლა ამ ქვეყანაში კანონი აღასრულონ და ბევრი რაღაცები ერთმანეთს დაემთხევა, აი მაშინ დადგება ის მოცემულობა, როდესაც არჩევნები შეიძლება ჩაინიშნოს, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან დღეს აი არჩევნები ამ ქვეყანაში რო არ ინიშნება, ამაში პოლიცია ეხმარება ქართულ ოცნებას.